Вообще როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა ოქტოპუსთან ეგ მითხრა. ეხტები რომ ზუსტად იქ მოხდეს ასე მომხდარიყავი შეიძლება არ გინდოდა რომ თორე ყველაზე მეტად იმ მომენტში გჭირდებოდა. საჭირო დროს საჭირო ვარჯიში არის თავისებური meditაცია. 1-6 თვეში არ ვიქნები ხოლმე სახლიდან არ გამოსვლა მთელი ცხოვრება და მეუბნება რომ 0%-იანი სმაგრო 10%-იანი ხაჭო ჭამა და ტრაუშია ამის გამო. მან ვერაფერ შედეგს ვერ დადეს. ადამიანი ძალიან მიეჩვია კომფორტს. სასურველ შედეგს, სასურველ ფორმას მიგიღწევია, მაგრამ რაღაცით მაინც კმაყოფილი არ ყოფილი. პროცესით ისი ამოვლი. ცოტა რაღაცა თირგმისეული ცოტა ფსიქოლოგიური დარტყმები არის. მანდებენ ვარჯიშს. ანუ ჩემ მოსწავლეებს კალორიების თვლას და სასწორზე დადგომა, სასწორი გადააგდეთ. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ოქტოპუს პოდკასტიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც მოძრაობის მიღმა დგას. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ჩვენი ეპიზოდები გავა YouTube-ზე და Spotify-ზე, ამიტომ არ დაგავიწყდეს ჩვენი არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი ოქტო ეპიზოდები. ხოლო დღეს რაც შეეხება ჩვენ სტუმარს არის საბა დაბრუნდაშვილი, ჩვენი მეგობარი და კოლეგა, რომელიც გვესაუბრება ძალიან საინტერესო თემებზე. გამარჯობა საბა. გამარჯობა საბა. ძალიან ახლო სამი მეგობარი ვზივართ. კი. და ჩვენთვისაც რაღაცა სასიამოვნოა, იმიტომ რომ შეიძლება აქ უფრო რაღაცა ერთად. კაკრას ეგ არის დღევანდელი პოდკასტის მოგამე, რომ აი კაკრას ის სამი ადამიანი ვზივართ, რომელიც სამი ადამიანი ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მსგავს თემებზე. ყველაზე მთავარი რაც არის ხა ჩვენ შიდა მეგობრობაში გვილაპარაკია, მაგრამ ეს რაღაცა რო სოციალური ქსელებით პირველი გამოცდილება სამი ვესიერთად დარწმუნებული ვარ რომ მართლა გულწრფელები ვიქნებით რა. და თავი მომამე კაკრას მაგაში არის. ხო, ამით მომამე ეს რო ძალიან საინტერესო იქნება რა. საბა. вообще როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა ოქტოპუსთან ეგ მითხარი რა. ჩემი ურთიერთობა ხალხმა გაიგოს. ჩემი ურთიერთობა ოქტოპუსთან როგორც ალბათ სავარაუდო თქვენ ორივესი საკმაოდ სპონტანურად დაიწყო. ანუ დაუგეგმავად, რაღაც ეტაპზე ცხოვრების მივედი იმ დასკვნამდე რომ უნდა მემუშავა იქ, რაც მომანიჭებდა სიამოვნებას. ჰქონდა ორი არჩევანი, ანუ უნდა გადამეღო ფოტოები, რადგან ყოველთვის მიყვარდა ფოტოგრაფია, ანუ უნდა გამختارიყავი, ტრენერი, მწვრთნელი, პერსონალური ინსტრუქტორი. კი, მოცურავად ხილამურედოს რეალობდი ბავშვობაში გავიარე, 17 წლის მერე დავიწყე ვარჯიში ტრენაჟორებზე, ერთ-ერთი ჩემი ჰობი გახდა საყვარელი. და როცა მივედი ამ დასკვნამდე რომ რომელიმე დამეწყო, მაინც ავირჩიე ვარჯიში, რატომღაც ეგრე ვიფიქრე, რომ ანუ ჩვენ რეალობიდან გამომდინარე ვარჯიში უფრო, თუნდაც ეფექტური მომგებიანი იქნებოდა ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი ზაფხულის მერე, ცოტა სტრესული პერიოდი გავიარე, იყო მძიმე, ესე ვთქვათ, ზაფხულის მერე. რაღაცა ოქტოპუსი შენ ცხოვრებაში გამოჩნდა. ანუ ოქტოპუსში ვარჯიშობდი, კი, ანუ ყველა ფილიალიდან დაწყებული ოქტოპუსის წევრი ვიყავი და ძალიან მიყვარდა ეს დარბაზი და დიდად არ მიფიქრია რომ დარბაზში დამეწყო მუშაობა. მოხდა ისე რომ ჩამენიშნე გასაუბრება, მივედი ამ გასაუბრებაზე და მეორე მესამე დღეს დავიწყე მუშაობა. ო, მახსოვს, იმიტომ რომ მე და შენ და ზუსტად მახსოვს რომ სადღაც 2 დღის რადიოში დაიწყო ჩემთან მუშაობა. კი, და ანუ მეც მახსოვს რომ მე და შენ თავიდანვე რაღაც მარტივად გავუგეთ ერთმანეთს, ეს თავიდან დაწყებული მეგობრობა, ყველაფერი. მოდი რა ფილიალი კი და უცნაური რა არის, ეს რო არის ჩემი სურვილი. აუცილებლად. ანუ ეგ არის კაკრას პარადოქსი, რომ მე მოვედი საერთოდ სანდროეული იყო, ალბათ ბოლო ადგილას რაც მინდოდა რომ მოვკარიყავი. კი, ანუ ჩემი სურვილი იყო რომ სითიმოლე მაშინ იყო ერთადერთი ცოტა ესეთი ზედა ლეველის ფილიალი, მინდოდა სითიმოლეში და მოხდი სანდროეულზე და ანუ საკმაოდ არა აი ცოტა სასურველი იყო ჩემთვის. კი, ხენჯეით მომხვდა ეგ რომ სანდროეულზე მოხვდი, მაგრამ ანუ ძალიან მალე შემეცვალა აზრი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ყველაზე ზუსტ ადგილას მოხვდი, სადაც უნდა მომხვდარიყავი. საჭირო დროს, საჭირო აი კაკრას ეგ კი, არაფერი არ ხდება და ანუ თქვენი მოსვლაც გონი ძალიან აი გიორგი ბატონი გიორგის მოსვლა. კი. არა, მაგაზე ჩემი მოსვლა დაჟე ოქტოპუსი ცოტა ისე კიდე სხვა პოდკასტი არის მაგისთვის გადასახები, აი ფილმივით არის. ესკად გაიქცე თავი. ოღონდ მან წამყვანი მევიქნები და შენ ჩემი სტუმარი. აუცილებლად დაჟე გეტყვი მაგას. კი ბატონო. ო, არა, საინტერესოა, იმიტომ რომ ზოგადად მართლა მახსოვს ახლა საბა როცა მოვიდა, იმიტომ რომ გიო არ იყო მაშინ ჩვენთან. გიო ჯერ არის. გიო მოვიდა სადღაც 6 თვის მერე. სავარაუდოდ. ზუსტად საბას ისტორია მახსოვს რა, იმიტომ რომ მოვიდა 2-3 დღეში ეგრევე დაიწყო ჩვენთან მუშაობა და
აი მაქიდან წამოვიდა ის რომ აი რაღაც მერე ვაიბი რომ გავუსწავლეთ გაჩნდება რა. ადამიანებს შორის, რომ აი კი, კი, ხვდები რომ კი. ზუსტად იქ მოხვდეს ხო. ასე მომხდარიყავი, შეიძლება არ კი, გინდოდა, კი, რომ მე კი, ხუთი კი, ყველაზე კი. მეტად იმ მომენტში გჭირდებოდა და ზუსტად იქ მოხვდი, სადაც საჭირო იყო რა. ანუ ეს არ იყო. ხო და ყველაზე მთავარი ისი რა არის მაგიტომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. მაგიტომ ვარ დღეს გვენი სტუმარი. რა მე თქმა მიხარია უნდა. ამის მოსმენა თქვენ. კაი, საბულიკ თან საქმესაც მივხედოთ, ვილაპარაკოთ დღევანდელ რაღაც საკითხებზე და მოდი პირველი ესეთი კითხვა იქნება, თუ ყოფილა შენ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც სასურველ შედეგს, სასურველ ფორმას მიგიღწევია, მაგრამ რაღაცით მაინც კმაყოფილი არ ყოფილხარ. კი, რა თქმა უნდა, ალბათ როგორც ყველა ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ეგ მომენტი, თუნდაც რომ ავიღოთ ვარჯიშის ჭრილი, შეგვიძლია ავიღოთ ან ნებისმიერი სხვა მიღწევა ცხოვრებაში საბოლოოდ. ეს მიზანი, რასაც აღწევ და ის სიამოვნება, რასაც ამ ბიზნეს მიღწევისას იღებ, არის დროებით. როგორც ეს რაღაც ფიტნეს ფიგურა, რომელსაც აღწევ, იმიტომ რომ ჩარჩდე რაღაც სოციუმის სტანდარტებში, რომ ანუ ეხლა ხარ შენ კაი ფორმაში, თუნდაც ნებისმიერი სხვა მიღწევა ცხოვრებაში. რაღაცა პერიოდით კი განიჭერს ამ სიამოვნებას, მაგრამ როგორც ნებისმიერი სხვა სიამოვნება, ამას მოყვება ვარდნა, გადადის. და მე შეხება შენ თავში კითხვა, რომ შემდეგ რა ხდება? კაი, მივახცე ამ სხეულს. ყველაზე მთავარი ეგ არის, აი შემდეგ რა ხდება. შემდეგ რა ხდება? ანუ ყველა ადამიანს ჩემი აზრით ცხოვრებაში უწევს იმის კითხვის დასმა, რომ ან რაღაცამდე მივახციე, ხო? კაი, ანუ დავდე შემდეგი მიზანი. და მივედი მიზნამდეც, მაგრამ ისე უზნობ ამ სიცარიელეს. ეხა რა ხდება? მაგ რაღაც სუპერტანი ვждები ყველა სტანდარტში, ყველა სოციალურ იმაში, ყველა გიყურებს, გაკეთებს, მაგრამ რა? რა სათხარ? ნუ ტანი და ეს ფიზიკური ფორმა არის ალბათ ერთ-ერთი მარტივი მაგალითი ამ ყველაფრის, რა. ან როგორი რაღაცაა, იცი, ეხა ბოდიში შეგაწყვეტინე და ძალიან მაინტერესებს რა. ეს შენი სურვილით აკეთებ ამას თუ აი ნახე რა. აი ეგ არის ძალიან დიდი მომენტი. შენ კი, შენ რისთვის აკეთებ ამას? შენი თავისთვის, თუ სხვისთვის, აი რაღაცა სოციუმისთვის. შენ თუ მაგითხვასაც მე გადავალ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ამას აკეთებ იმისთვის, რომ ჩაჯდე რაღაც სოციალურ სტანდარტებში, იქ რაღაც სოციალური ქსელების, სოციუმის, რაღაც before after იმის, რაღაც სუპერ სტანდარტებში, რომ აი ყველას ქება დაიმსახურო იმით რომ აი როგორი კარგი ხარ, როგორი ლამაზი ხარ, ხო? ხო და ის როგორ მოქმედებს მე ადამიანზე დარჩები ცარიელი გამოდის რომ შენ ხარ ტყვე შენი სხეულის. თუნდაც მომდი ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ არა სხვა მიზნებს და მიღწევს, ვილაპარაკოთ სხეულზე უბრალოდ რა. იქ სადაც სოციუმი გიწყვიტავს, შენ როგორი სხეული უნდა გქონდეს, შენ როგორი ფიზიკური ფორმა უნდა გქონდეს, იქ მთელი არსი ვარჯიშის და ანუ ჯანსაღი ცხოვრების კარგავს აზრს. ანუ აზრმოკლებული ხდება, იმიტომ რომ შენ ხდები ტყვე შენი სხეულის. შენ ემორჩილები წესებს, რომ აი ციფრებს, როგორი წელი უნდა გქონდეს, როგორი მხარე უნდა გქონდეს, როგორი რაღაცა BMI უნდა გქონდეს, ასიმაღლე უნდა გქონდეს. დარწმუნებული ვარ, რამდენი გამოცდილებით ყოფილოთ, ეხა სამი უმწვრთნელები ვარ და ზოგადად რამდენი ადამიანთან ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხვდები, რომ რამდენად დიდ სტრესს იღებს ადამიანი და რამდენად დიდი სტრესის მივნიჭებელი შეიძლება გახდეს ზუსტად ეს ვითომ ჯანსაღი ცხოვრება ადამიანისთვის. თუ ჩვენ ამას მოვაქცევთ იმ ჩარჩოში, რომ ჩვენი დისციპლინა გახდება ჩვენი ციხე, ანუ ჩვენ ვიბრძვით მარტო იმისთვის, რომ ჩავჯდეთ სოციალურ სტანდარტებში. ხო, რა თქმა უნდა, ვიბრძვით იმისთვის, ანუ ეს ყოველთვის, ანუ დამოკიდებულები ხდებით ციფრებზე, კალორიებზე, წონაზე და ნებისმიერ ცდომილება შეიძლება გახდეს ჩვენი მენტალური სტრესის ძალა. ხო, ამას მე აი შემოგაპარებ კაი რაღაცა. დაჟე, ეხა აი ამ პასუხთან დაიბადა კითხვა დისციპლინასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის დისციპლინა და როგორ მუშაობს ეს სიტყვაზე ვარჯიშის დროს. აი მაგაზე ვისაუბროთ. დისციპლინა როგორ შეიძლება იყოს ძალიან კარგი მხარე ადამიანის, ამავე დროს შეიძლება გახდეს ძალიან არასასურველი მისი მენტალური მდგომარეობისთვის. თუ შენი დისციპლინა და სხეულის სრულყოფა მიმართულია მხოლოდ იმისთვის, რომ შენ ჩაჯდეს სოციალურ სტანდარტებში, მხოლოდ სხვისთვის, ანუ სოციუმისთვის, რომ ანუ შენ მიიღო ვალიდაცია სხვისგან, რომ აი ყველა მკითხას, რომ ნახე რა კარგ ფორმაში ხარ, ნახე როგორი ხარ. შენ ყოველთვის დარჩები ცარიელი. შენ ყოველთვის იქნები სტრესში, ანუ ნებისმიერი 100 კილოგრამი როცა დაუშვათ მოვა დრო, როცა ამოვარდები ამ სტანდარტიდან, შენთვის იქნება ძალიან მენტალურად მძიმე. და ამ შემთხვევაში დისციპლინა ხდება, ასე ვთქვათ, შენი მტერი და შენი სხეული ხდება შენი ციხე. და ავიღოთ მეორე მხარე, ის მხარე, როცა შენ ზრუნავ შენ სხეულზე. როცა არ ვარჯიშობ სოციუმისთვის, არ ვარჯიშობ სტანდარტებისთვის და არ ვარჯიშობ სხვისთვის. აი ზუსტად ეხა ნახე ამ საუბარმაც ის მოიტანა, აი როგორც წეგან გიონ გითხრა რა, კარგად აგისვა კითხვა რა. ეხა აი მეც მაინტერესებს რა. აი ზუსტად ამ სოციუმს შევეხეთ, სოციალურ ქსელებს შევეხეთ და რაღაცეებს შევეხეთ და ყველაზე მაგრამ მაინტერესებს. მაინც ადამიანის აი თუნდაც აი მე პირველ რიგში ჩემ თავზე ვიტყვი რა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მოქმედებს, იცი ეგეთი რაღაცეები. მოქმედებს. ეხა
მე არ ვიცი სხვაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია რომ მაინც დღევანდელი თაობა ნებისმიერი ეს არ იქნება ასაკის და მიუხედავად რაღაცა ის პერიოდიც არის ეგეთი რომ სოციალური ქსელები ზოგადად ძალიან აწესებს რაღაცებს რა და არარეალურ სტანდარტებს რა. და აი ნახე მე ხარ აკითხვის დასმა მინდა ეს აი თუნდაც ვარჯიშის დაწყება, იმიტომ რომ ვარჯიში ხა დღევანდელ დროში ხა სოციალურ ქსელებში ხო რაღაცა ტრენდივით არის რა. აი ხო მოდაში შემოვიდა რა პროვაიუჩველი უნახე რა. მგონია რომ რაღაცა ვარჯიშიც ეგეთი ტრენდია, რომ რაღაცა სოციალურ იმას თუ არ აყევი, ესე იგი შეიძლება შენი სურვილი არ იყოს, მაგრამ აი ფიქრობ, რომ აი ყველა ვარჯიშობ და მე რატო არ უნდა მივარჯიშო, მაგრამ ეს შენი რაღაცა შინაგანი იმიდან არ მოდის. ეს მოდის გავლენიდან, სოციუმის გავლენიდან, კი. აი ესეთი, რომ აი ეს გავლენა შეიძლება რაღაც ეტაპზე მოტრიალდეს შენთვის კარგად, ან ცუდად. შენ შეიძლება მეკიდე დარბაზში ამ გავლენით და ანუ ამ დარბაზში იპოვო ის მომენტი. თუნდაც დარბაზი იყოს, მაგრამ დარბაზში არ გულისხმობ, მაგრამ ტრენაჟერებს შეგიძლია, ნუ იოგა აკეთო, პილატესი აკეთო. ანუ შენ თუ ამ შემთხვევაში ემსახურები იმას, რომ შენ რაღაც აი სოციალურ აღიარებას ხო არ ველოდებით ადამიანები რა. ბევრი ველოდებით. რაღაც ეტაპამდე მგონია, რომ ანუ თავიდან ყველა ვიწყებთ სოციალური აღიარებისთვის, რომ ჩავშდით რაღაცა ნიშაში, სტანდარტებში და რაღაც ეტაპზე როცა შედები უკვე სტანდარტებში, ხვდები რომ ეს არ გაძლევს იმ თუნდაც სიამოვნებას, თუნდაც აი რაღაც ვალიდაციას, იმ სისავსეს, რაც უნდა მოგცეს. და მაგ მომენტში ზოგს ემართება ეს გარდამტეხი მომენტი და ხვდები რომ იქნება არ ღირდა სხვისთვის ვარჯიში წვალება და ხვდები რომ ანუ ის კი არ არის რომ სხვამ როგორ აღმიქოს ეს მომენტია რომ მე რას ვიღებ ამ დროს ვარჯიშისას ხო ანუ აქ არ არის მთავარი რომ აი მიხვედი ტანამდე მიზნამდე აქ მთელი პროცესი არის სიამოვნება ვარჯიშის შეგრძნებაზე რა სხვადასხვა რაღაცა იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვარ ეხა გიო შენს გექნებოდა ეგეთი გამოცდილება თუნდაც რაღაცა საახლობლო წრეში საბა შენს და მეც რა იმიტომ რომ ბევრისგან გამიგია რომ იცი რა აი მოდი ვარჯიშს დავიწყებ იქ აინტერესებს რომ აი ბევრი ხალხი დადის იქ რაღაცა მოერგებიანი ისეს და უსვათ რომ მოდი საერთოდ სხვა სიტუაცია ხდებათ რაღაცა ცოტა შეიძლება კომპლექსიც დავარქვა იმიტომ რომ რაღაცა ცოტა კომპლექსდებიან იმიტომ რომ ამდენ ხალხს რო ხედავენ ამდენ ტრენაჟერებს ხედავენ გონიათ რომ აი ეს როგორ უნდა გავაკეთო და აი ბევრი აი ჩემი ძალიან ახლო ადამიანებიც რა და აი ჩემი სამეგობრო რამოდენიმე ადამიანი ყოფილა ისეთი რომ აი რაღაცა ვერ რა აი ვერ ალღო ვერ აუღე რა ყოფილა ეგეთი მომენტები და თქვენგანაც მაინტერესებს თუ მსგავსი რაღაცეები ძალიან ხშირია მსგავსი მომენტი რომ წარმოგიდგენ ადამიანი ანუ თუ ვიძახით იმას რომ იმართება სოციალური სტანდარტებით რა და ანუ ხდება რომ ადამიანი მიდის დარბაზში სადაც ხედავს უცებ რომ ამდენი ნავარჯიშები ხალხია ამდენი რაღაცა ფიგური ზოგი ვარჯიშობს ზოგი რაღაც ფორმაშია და მიდის და იქ არ არის ფორმაში და თავს უცხოდ გრძნობს რა და ეგრევე ანუ პირველ ის კი არ კომპლექსი ანუ ამ დროს პირველ ის კი არ ხდება რომ მოდი მე იმიტომ მოვიდე კაი ფორმაში რომ მე კარგად ვიგრძნო თავი და რაღაც შინაგანად ჯანმრთელობაზე ვიზრუნო ჩემსაზე და ანუ ჩემს ხელს მოусმინე ან აქ ხდება რომ მეც ჩავეწერო იმ კონტინგენტში რაც იქ არის რა ანუ შენი თელი სწრაფა მიდის იქამდე რომ ანუ შკერ ჯანსაღი ანუ შკერ გააჯანსაღო შენი სხეული რომ ჩასვა რაღაც ჩარჩოში რამაც ამ ჩარჩოში ჩასმამდე ამ პროცესმა შეიძლება პირიქით ძალიან საპირისპირო ზიანი მოგაყენოს როგორც ფიზიკური ისე მენტალური რა ყველას გენეტიკა განსხვავებულია ყველას აგებულება განსხვავებულია შეიძლება ვიღაცამ ძალიან სწრაფად მიაღწიოს შედეგს შეიძლება ვიღაცამ ძალიან ვერ მიაღწიოს შედეგს ნუ მეტაბოლიზმია ტესტობა ბევრი ფაქტორი არის ხალხი როცა ვერ ჯდება ამ სტანდარტებში და როცა ხვდება რომ ვეღარ აღწევს და ვერ იღებს ვალიდაციას უკვე მიმართავს სხვადასხვა ხერხებს შეიძლება ეს იყოს ჰორმონები რაც იყო მარტივი არ არის იმის რეალურად მარტივი არ არის ამით თავის ორგანიზმს და მენტალურ მდგომარეობას ანგრევს მაგრამ მარტივი შედეგი აქვს შეიძლება იქ დააგჭირდეს მარტივი შედეგია 2 წელი, მაგრამ აქ უცბად შეიძლება 5-6 თვეში იყო რაღაცა შედარებით ჩვენთვის სასურველ ფორმაში. კი, აი მაგალითად ოზემპიკის მაგალითი რო ავიღოთ, ანუ ხალხი შეჯდა ოზემპიკზე, ანუ ხო, ნუ ისეთი ადამიანი იყენებს, რომელსაც იდეაში საერთოდ არ ჭირდება. იმ მომენტში უკვე მენტალური მოშლა ხდება ადამიანის. ნებისმიერი არის რაღაც ჰორმონალური დანამატები, სტეროიდები და ხშირად ძალიან ანუ ადამიანს არ აქვს ინფორმაციას არ ფლობს ამის შესახებ, მაგრამ იმდენ ძლიერია სურვილი რომ აი ამ რაღაც სოციუმის ამ ნორმაში მოექცეს, რომ ანუ იმ მომენტში წამსვლელია იმაზე, რომ თავი დაიზიანოს ამისთვის. ანუ საბოლოოდ გამოდის, რომ ვარჯიში ემსახურება საპირისპირო რაღაცა მიზანს. იმის მაგერ თუ გაგაჩანსახოს, განგრევს, როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად, ხოლოდ იმიტომ რომ ჩაეწერო აი ამ რაღაც კონკრეტულ სეგმენტში მასაში. კი ბატონო. აი რო არსებობდეს რაღაც მაგიური აბე, რომლის მიღების შემდეგაც იღებდე იგივე შედეგს, რასაც იღებ ამდენი წვალების შემდეგ ვარჯიშის სახით.
შეწყვეტდი თუ არა ვარჯიშს? რეალურად ამას სად მივყავართ, ხო? აი შეიძლება რაღაცაები არსებობს რა. შენ მითხრა რომ დავით რაღაცაები არსებობს, მოდი ეს დალიე და სამთვეში იქნება. ფორმაში იქნება, მიზანი მიღწეულია. მიზანი მიღწეული გექნება და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად შენც რო შემომთავაზე, ხო, ჩემი ის რა არის? მე ვარჯიში უნდა მიყვარდეს, ხო? კი, და პროცესი უნდა გიყვარდეს. შენ რომ მეუბნები რომ მოდი ამ აპს დალევ და რაღაცა მაგრა გაიჩითები და კარგად იქნები, ნუ რეალურად მე მაინც ალბათ მე რო ამასით აქ თანხმდე, ჩემი ტვინი ალბათ იმაზე მუშაობს, რომ ზუსტად იმ სოციუმში სამთვეში შევიდე რა. სამთვეში არა, ეგრევე შევიდე. ხო, ნუ თუნდაც ეგ არის, ანუ ეს არის ფიქსიური კითხვა არის, ხტები რომ ანუ დალიო და მიიღო. მაგრამ მე რო უარი გითხრა და პირიქით მე ვარჯიშის პროცესი მაინტერესებს, იქ მაინტერესებს ჩემი ორგანიზმი რას მეტყვის, როგორ რეაგირებს ვარჯიშზე და ასე შემდეგ. მან ალბათ უკვე მე მივხვდები რომ მე ზოგადად ვარჯიში მაინტერესებს და ვარჯიში მინდა შევიყვარო, ვიდრე აი რაღაცა ჩარჩოებში. ბიჭო, სამწუხაროდ აი კაკრას მაღაზია არის, რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ხალხი, რომელიც კითხვას მისმევს, ნუ სტეროიდებზე რა. აი ეგმებადება მეც რეალურად ეგ კითხვა, რომ ამას ეხა უნდა შედეგის დანახვა ძალიან ხანმოკლე დროში, რეალურად თუ ვარჯიშისგან სიამოვნების მიღება რა. ხო, იასნია. ხო და ძალიან ხშირად არის ხოლმე აი გამბები კონკრეტულად დარბაზში რა. ეს თემა როგორც ავიღოთ, რომ წარმოვიდგინე როგორი კითხვის დამესვე, რომ აპს იღებ და ის მიზანი რაც დასახული გაქვს, იმ წამსვე მიღწეული გაქვს. აი ხო იცი limitless-ი რო არის. limitless limitless-ი თქვენ გეხსნება, ხო, თან მოდი საბოლოოდ ახლა სვავ კაპსულას და მეორე დღეს ფორმაში ხარ. უყურე, ანუ რეალურად ვარჯიში რა არის? ანუ ვარჯიში არის თავისებური მედიტაცია. ანუ აქ შენ ანუ რაც ვილაპარაკე ცოტა ხნის წინ, ანუ შენ როცა ხარ ორიენტირებული მარტო შენ სხეულზე, რომელიც ჯდება სოციალურ სტანდარტებში, შენ ტოვებ თელ მგზას, თელ ამ რეალურ ხიბლს ვარჯიშისას რა. ანუ ყველა მიზანზე რეალურად იგივე სისტემა მუშაობს. შენ თუ ამ გზას, რასაც მიყავ მიზნამდე, ტოვებ, არ უყურებ, გამოდის რომ შენი ცხოვრება უბრალოდ იყოფა რაღაც მიზნებამდე. აი თამაში გითამაშია, დარწმუნებული PlayStation, ამას აღარ ვეკითხებ. ეს ცოტა ვევერია არის. ხალხა თამაში არის რაღაც checkpoint-ი რა, სადაც წეივდება. წარმოიდგინე რომ თამაში ამოიღე და დატოვე მარტო checkpoint-ები, რომ წარმოიდგინე ეგრევე სვავ აპს და მიდიხარ ამ რაღაც წერტილამდე. წერტილამდე. რა აზრი ბაზარი არაფერი. არანაირი. ანუ მთელი ხიბლი, თუნდაც ვარჯიშის, არ არის ის რომ მოხვიდე რაღაც კარგ ვიზუალურ ფორმაში, რომელიც ჩაჯდება Instagram-ის რაღაც before after სტანდარტებში რა. მთელი სიამოვნება არის ის ყოველი დღე, როცა მიდიხარ და ყოველი ოფლის კვეთი უნდა წარმოიდგინე რა გაძლევენ აპს რომელიც ამ ყველაფერს გატოვებინებს ანუ რა აზრი რჩება აქ ანუ თუ უკვე მიზანს იღებ ყველაფრის გარეშე ანუ მიზანი არის რაღაც ფიქცია რომელიც მომავალშია და რომელიც არ მოხდება ან არ მოხდება ხალხს ანუ ყველას ჩვენ გარშემო ჩვენი თვითონ გვავიწყდება რომ თავარი არის მისასვლელი გზა და შენ თუ ეს გზა გამოტოვე მთელი ცხოვრება აზრს კარგავს ანუ როგორც თამაში დაკარგავს აზრს. ხო, ზუსტად, ხო იცი, მაინც ნუ ადამიანები ვარ და მაინც ადამიანები ვართ, მაგრამ ეს მარტივი გზა ხიბლავდეს, კი. აი რაღაცა. მაგრამ რეალურად ეგ არ არის რეალური. მიზანი მომავალშია და ცხოვრება ეხა ხდება. ცხოვრება ხდება იმ მომენტში, იმ დარბაზში, როცა ვარჯიშობ თუნდაც. ყველაფერი მოდი გადმოვიტანოთ ისევ ჩვენ სფეროში. კი, იმან გიყვარდება. ის მომენტი არის, სადაც აი იღებ მართლა სიამოვნებას. აი თუნდაც ეხა ერთ იმას გეტყვი რა, აი ხო არიან ეხა ადამიანების ბევრი მომხმარებელი არის, რომ აი სიტყვაზე შენთანაც მოსულან, გიო შენთანაც, ჩემთანაც და უთქვიათ რომ აუცი რა. ო ისე კარგად რო გამოიყურებიდო აი 6 თვეში არ ვიქნები ხოძე საკაიფე ბაბუ. კი ძალიან ხშირია. 6 თვე კიდე კაი. აი გვევასება. აი ხო თუნდაც ზებე რა. და აი უბრალოდ ყველაზე მაგრამ მანდ რა მახსენდება ხოლმე, იცი, უბრალოდ მანდ ჩემ თავს უფრო ვაფასებ, ანუ რას გეუბნები, დარწმუნებული ვარ შენც და შენცავა რა. რომ მანდ ხედავ რომ აი რამხელა შრომა გავვლით და რამდენი მივარჯიშია და რამდენი გამეკეთებინა რომ აი უბრალოდ აქამდე მოვსულიყავი და უბრალოდ აი ადამიანი რო გეტყვის რომ აი 1-6 თვეში არ ვიქნები ხოძე აი მაგ დროს აი ხანდახან მაგ ხოლმე რომ აუ აი რაღაც ძლივს რო იკავებ ხო არა მაგ დროს მართლა მინდა უთხრა რომ აი შესაძლოა არა აი ვერ აი რანაირად ხო იმიტომ რომ ამხელა მანდ უნდა ახსნახდება შრომა დევს ხო მაგრამ ანუ ძირითადად მაინც უნდა აუხსნა და მე ეგარი ძალიან დიდი მანდ არის გენეტიკური ფაქტორი რა. ხო, რა თქმა უნდა. ყველაფერზე დიდი. მე ვცდილობ რომ აუხსნა ადამიანს, რომ ანუ ის არ არის სპორტსმენი. იმ მომენტში შემთავრ მოდის, ნუ მე სპორტსმენებს ესე არ ვიყვან, ანუ ის ლეველი არ მაქვს, რომ რაღაც პროფესიონალი სპორტსმენები ვავარჯიშო. ადამიანი რომელიც შემთან მოდის, ის არის ყოველდღიური ადამიანი.
რომელსაც ყავს თუნდაც ოჯახი, პარასკევს გადის, რომ შეიძლება ცოტა მოსვა, ცოტა ჭამოს. და მე მაგას ვუხსნი, რომ ანუ რაღაცა ამ ცხოვრებიდან უცებ ასტეკ ცხოვრებას ვერ დაიწყებ რა. ანუ ნელ-ნელა ხდება ეს shifti, ეს ორგანიზმი თვითონ რომ გიკარნახოს, როცა ხდება. შენ თუ რაღაც შენ თავს უგრძალავ. აი მოდის რომ აი ადამიანი მოდის, რომელიც მაგალითად რავია, სახილიდან არ გამოსულა მთელი ცხოვრება და მეუბნება, რომ 0%-იანი მაგალითად 6%-იანი ხაჭო ჭამა და ტრაუშია ამის გამო რა. მეუბნები რომ არა. ანუ ადამიანი ხარ, შენ არ ხარ ათლეტი. ვეგენი ბიჭი, აი კიდე ძალიან სერიოზული ფენომენია, აი. ხვდები და ანუ პარასკევი მოვა, შეგიძლია გახვიდე და მოსვა რა. რაღაცა მოგიწია ჭამა, ანუ ამის გამო თუ თგემაში არ ჩავარდი და შედეგზე არ იყო ორიენტირებული, ანუ პროცესით ისი ამოვლე რა. ანუ მოდი ხარ, ანუ ივარჯიშე და იკაიფე, იმით რომ ყოველდღიურად ოდნავ უკეთესი აი კაკრას ეგაა რა, ანუ ზოგი რა, ნახე, უმეტესობა და ეგრე გეტყვი, რომ კი არ кайფობენ მაგით. პირიქით უფრო მეტად სტრესავენ თავს ორგანიზმს და მაგას ვერ ხვდებიან რომ ორგანიზმი რო ესეთი დასტრესილია, მან ვერაფერ შედეგს ვერ დადებს რა. ხო და მე აღარც ვარჯიში უნდა. კი და მე უსრულდებათ გული, დემოტივაცია ხდება და ნუ მე ანებებენ ვარჯიშს რა. ანუ ჩემ მოსწავლეებს კალორიების თვლას და სასტორზე დადგომა. სასტორი გადააგდეთ. პირველი რჩევა ეგ მაქვს, იმიტომ რომ ეს რიცხვები მენტალურად გშლის. ანუ მოდის ადამიანი უსწრებ რაღაცის იქნება პარასკევს დაუშვათ გავა, დალევს, შეჭამს რაღაცას და მე მოდის დასტრესილი, ანუ გაუბედურებული იმით, რომ მთელი ეს პროგრესი გონია წყალში ჩაყარა. მე იწყებს შიმშილს, რომ ეს რაღაცა ის თავის თვითგვემა და ანუ დააოკოს და ამ შიმშილის მერე მოყვება ისევ ჭამა. ანუ იმის მაგივრად რომ ამ ვარჯიშმა გამოიღოს კარგი შედეგი, მენტალურად შლის. ამ შემთხვევაში რაც დისციპლინაზე ვლაპარაკობთ, რეალურად ეს ხდება მენტალური სტრესი. ანუ ციხე ხდება ჩვეულა, შენი სხეული ხდება შენი ციხე. ანუ სადაც გინდა რომ შენი სხეული გაჯანსაღდეს, იქ პირიქით შენი სტრესი იწყება. და მაგიტომ იმის გააზრება, რომ ეს არის უბრალოდ პროცესი, რომელთაც უნდა ეცადო რომ ოდნავ უკეთესი გახდე ყოველ შემდეგ დღეს. მოხვიდე ისე ამოვნა და ოდნავ უკეთესი გახდე თუნდაც რა და კი, ჩვენ ახლა რაღაცებზე ქონია ის საუბარი, რომ აი შეიძლება დისციპლინა და ასე შემდეგ და თავს ძალა უნდა დაატანო, მაგრამ არის ის მომენტი, ახლა ადამიანი მართლა პირველად რომ მოდის რა შენთან რა, თუნდაც აი ცხოვრებაში არ ვარჯიშია, უბრალოდ ჩვეულებრივი რაღაცა თბილისური ცხოვრები ცხოვრობს, ოჯახი ყავს, მუშაობს, დილით მიდის სამსახურში, პარასკევს გადის იქ. ხო, პარასკევს გადის და აი მაგ დროს უკვე რაღაცა ადამიანური ინსტინქტებიც არის რა, რომ ეხა ის მოვიდა ჩემთან ვარჯიშზე, ან შენთან მოვიდა, ან შენთან დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცა ის მომენტი არ არის ალბათ, რომ აი ყველაფერი აგრძალო რა, არა მოდი შენ იქ არ გახვიდე. აგრძალოს. ის არ გააკეთო, ის არ უარესი შედეგი მოხს ხო, ყოველთვის იმიტომ რომ მე დავით რა. საერთოდ თავსანებებენ ხოლმე რა. თავსანებენ არის ბავშვობიდან მოყვება ეგ, რომ აი თბილს რაღაცას რო უგრძალავ ბავშვს, ასმაგად უნდება. ანუ ეგ რჩება ჩვენში რა. ანუ აბაცადე რომ რაღაც დღეს თავს შენ თავს ბოლომდე აუგრძალო. დღის ბოლოს ასმაგად მოგინდება და როცა ეს გახეთქვა ხდება იმ მომენტში, როცა ტყდები, ანუ რასაც იღებდი ან აკეთებდი, აკეთებ ასმაგად. ანუ ასმაგად იზიანებ შენ თავს. იმიტომ აგრძალო არ ხდება. ეს თვითონ უნდა მოусმინოს, ხო, ხელ თვითონ გიკარნახებს რა მომენტში არის დრო რომ რაღაცა შეამცირო ან ამოიღო. შენ თუ რაღაც აგრძალვა გააკეთე, მორჩება. ანუ ვერ აუგრძალო. აი ნახეთ ახლა კაი რაღაცაზე ვსაუბრობ და კიდე რაღაცას კაი კითხვას დაგისმევ რა. ზოგადად აი რას ფიქრობ, კომფორტი და სიამოვნება, აი რაღაც ახანგრძლივი პერსპექტივა რო გვაქვს. როგორ გონი ადამიანს მაინც ასუსტებს? ასუსტებს. რეალურად ადამიანს გენეტიკური კოდით არ უდევს აი ეს კომფორტი და უზრუნველობა. ჩვენ ან უხსოვარი დროიდანაც ამოიბეჭდა ჩვენ კოდში. აი მაგიტომ მკითხე და ეს იყო რომ ანუ რატომ მომრავლდა მენტალური ავადობები, პრობლემები აი ბოლო დროს, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან მიეჩვია კომფორტს. არის მარცახლების, მათანადგარები, ყველაფერი, რაც ადამიანს ამყოფებს სრულ კომფორტში და ვაკუუმში. კი. და როცა ადამიანი იმ მომენტში ყველაფერს იღებს და თითქოს საზრუნავი არ უშდება, ანუ ტვინი ლაგავს თავისებურად. ანუ ადამიანის ტვინი არ არის მიშვეული, რომ იყოს მშვიდად. ამიტომ ძალიან ხშირად კარგია, რომ თუნდაც აი როგორც ფასტინგი არის ინტერვალული შიმშილობა, ცივი დუშები, ეს ოდნავ მაინც ადამიანს აბრუნებს ამ შოკურ მდგომარეობაში. რატო არის ტვინისთვის კარგი? აი ცივი დუში ამ დროს ადამიანი რა ხდება? ანუ ორგანიზმში ირთვება დაცვითი მექანიზმი რაღაც, რაც ცოტა ხნით მაინც გაგდებს ამ შოკურ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი რეალურად აჯანსაღებს ტვინსას და სხეულსაც. ფასტინგები, შიმშილი არ ადამიანის ყველაზე ჯანსაღი მდგომარეობა. თუ სწორად შეგიძლია იშიმშილო, თუნდაც პანჯე არ ვიძახი რომ დაუშვათ იშიმშილო რაღაც პერიოდის სტრესის გამო და რაღაცა თუგვემის გამო და მე 100 იმდენი შეჭამო.
აქ ლაპარაკია სტაბილურად, როცა ადამიანის ორგანიზმი არის თავისებურ შოკში, ეს ყოველთვის ემსახურება მის გაჯანსაღებას, იმიტომ რომ ადამიანის ორგანიზმი არ არის დატვინი შექმნილი კომფორტისთვის. დღევანდელი ცხოვრებაში ყველაფერი მოწყობილია ისე, რომ ადამიანი მაქსიმალურად მოდუნდეს, რომ მაქსიმალურად გამოეთიშოს ყველაფერს. ანუ ნებისმიერი, ყველაფერი მარტივდება, საჭმლის დილივერი, ნივთების დილივერი, ყიდვა, არაფერი არ ჭირდება. და იმდენად ამ დროს ტვინი ცოტა თანხwebdriverში ვერ მოდის იმასთან, რაც უდევს გენეტიკურად. რომ იწყება სხვადასხვა შფოთვა იწყება, პანიკური შეტევები იწყება, დეპრესია იწყება, რომ ეხა რა ხდება? კაი, ყველაფერი არის, ყველაფერი შესრულებულია და რა ხდება? ვეღარ პოულობს, თაცხრას უნდა გააკეთოს. ხო, აი მაგიტომაც კითხე, რომ აი რა, თუნდაც აი ამ სისუსტემდე მიდის, ხო? სისტემდე მიდის, სუსტება ადამიანი და ამიტომ არის აუცილებელი, რომ ხანდახან სხეულს შეუქმნათ დისკომფორტები. რასაც გთხოვს სხეული, ყოველთვის მოგთხოვს იმისთვის, რომ იყოს კმაყოფილი. და შენ ხარ რაღაცა ცნობიერება, რომელმაც ეს უნდა გამიჯნოს და ხანდახან დისკომფორტი შეუქმნას ამ სხეულს. სხვა შემთხვევაში გახდები უბრალოდ ინსტინქტების მონა. ყველა შენ იქნები, ჭამის და უშუალოდ რაღაცა მონა, თუ სიტყვა შეიძლება ნებისმიერი, დამოკიდებულება საიდან იწყება. აი ესეთი ფართოდ მოაზროვნე ტიპი რო არის, კაკრას ერთ-ერთი მიზეზი არის შენი სტუმრობის დღეს ჩვენთან, აი ზუსტად ეგ ფაქტორია. ნამდვილად. იმიტომ რომ აი ისეთ რაღაცებს ვისმენთ ეხლა რომ დარწმუნებული ვარ რომ ხო ძალიან ბევრს გაგონილიც არ აქვს და ვინც მოისმენს ძალიან გამოადგება შენი რჩევები რა საბა. ერთ ადამიანამდე თუ მიაღწევს უკვე კი, იმიტომ რომ ცოტა რაღაცა სიღრმისეული ცოტა ფსიქოლოგიური დარტყმები არის მან და აი ეხლა რო გისმენ ისეთი საინტერესო არის შენი მოსმენა რომ აი რა გითხრა ძმა. ძალიან. ვაფშე აი გონია რომ საათი გასწრებს. კი, მე და შენ ვიცით მაგრამ კადრად მინდა რომ ხაზი გაუსვა მაგას რა. ეხლა ზოგადად მაინც ჩვენს გარდა კიდე ადამიანებიც რო გაიგებენ და რაღაცა ცოტა დარწმუნებული ვარ რომ შედარებით სხვანაირად რაღაცებს შეხედავ შედარებით თორე იმას კი არ ვიძახი რომ რაღაცა შენ ხო აი კაკას ეს ისაბა არის რო გეუბნებით ხოლმე ზიურის ფილიალში აი ეს არის ჩვენი ძველი ძვაკაცი არის საბულკა კაი საბუშ მაშინ მოდი ესეთი შემდეგი კითხვა წამოვა ეხლა შენკენ რამდენად არის დარბაზი სოციალურად მიღებული დამოკიდებულება ცოტა ისეთი მაღალფარდოვანი კითხვა არის ხდები და აი მაგ კითხვას თუ ვინმე უპასუხებდა არის შენ დარბაზი შეიძლება იყოს დამოკიდებულება მაგრამ არც ერთი დამოკიდებულება ადიქცია ვერ იქნება კარგი კი სოციუმს უნდა რომ მიიღოს თუნდაც ეს დამოკიდებულება რომ ეს არის ჯანსაღი მაგრამ ნებისმიერი ადიქცია არის ცუდი კარგი მოდი ახლა ერთ თემასაც მინდა შევეხო ძალიან ისეც რა რომელსაც ალბათ ბევრ ადამიანს აინტერესებს, ბევრი ამის თქმულებაც ყოფილა, განხილვა ყოფილა და ასე შემდეგ. და ეხლა გიო ჩვენში ყველაზე გამოცდილია რა, იმიტომ რომ აქ გამოიბა კუდი, დაუგრძელდა. ეგ მოჭრილი. ეხლა იქ პატარა ფარდის ქვეშ აქ შეტენილი ისე კოხტადებს და მოდი რა, რაღაცა სტეროიდებზე მინდა ვისაუბროთ რა. ნებისმიერი ჰორმონალური დანამატი. ნებისმიერი ჰორმონალური დანამატი. ანუ რამდენად ხსმენია აი ადამიანებისგან, იმიტომ რომ მოდიან და აი ზუსტად იმასაც დაუბრუნდები, რომ ცოტა მარტივი შედეგი და აბარაცი. ხო, აი კაკას აი იქ დაუბრუნდეთ, რომ არსებობდეს აბი მარტივად მისაღწევი. სუდი და მცდარი დამოკიდებულება არის, რომ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს ჰორმონალური დანამატები, ტესტოსტერონი, სტეროიდები, ვერ ვიტყვი საფუძვლიანად ვერ ყვევი ამ ყველაფერში, მაგრამ რას ვერ ყვევი, ანუ ადამიანებს გონიათ, რომ ეს არის ის აბი, რომელსაც ეს გადაყლაპავენ და ამით წამიერად მიიღებენ შედეგს. ეს აბსურდია. ამას ჭირდება ძალიან საფუძვლიანი ცოდნა, თუნდაც რაღაც კონკრეტული დარგის, თუნდაც ექიმის რეკომენდაცია, ყველაფერი. ნუ, ბევრი რამ ანალიზებია საჭირო და ასე შემდეგ. ძალიან დიდი შრომა. ხო, ანუ ნახე, მან ბოდი შეგაწყვეტინებს, ანუ სტეროიდები არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი სახით მიიღება, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მოდი მე ხა ამას მივიღებ და სკაპზე რაღაცა მოვიხოდები რა ეგ ეგრე არა ანუ რეალურად როცა ნუ ამას მე გეუბნები იქიდან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს ჩემ თავზე რაღაც გამოცდილებას ამ დარგში ვფლობ თუმცა მე არ ვიძახი იმას რომ რაღაცა high level-ზე ვიცი რა თქმა უნდა ხშირია ხოლმე შემთხვევები როცა ცოტა ისეთი გამოუცდელი ხალხი აუ ჩემთანაც მოსულა და თუმასთანაც მოსულა შენთანაც იქნებოდა ეგ შემთხვევა და გისმენთ ამ კითხვას რომ რაღაცა ის რომ მივიღო და როგორ მივიღო
რატომღაც ვერ გაითავისა ხალხმა ის, რომ ესე მეგობრისგან რჩევის სახით მიღება რაც ამ ეხება პრეპარატების, ხო, ნუ რეალურად შეიძლება. არ შეეხება, იმიტომ რომ სერიოზული ზიანის მოყენება შეუძლია შენი ჯანმრთელობისთვის. ხო, ანუ არსებობს ორი კატეგორია ადამიანების, რომელია ამ შემთხვევაში ცოტა უფრო უარესი მდგომარეობა ვერ ვიკებს. ზოგს გონია, რომ დალევს პროტეინს და გამოიწვევს ეს მის შემაში იმპოტენცია, ზოგს გონია, რომ ანუ სტეროიდის მიღება კაია და უნდა ფორმაში მოსვლა. საბა, მადლობა რომ მოხვედი. ჩვენი სტუმარი იყავი. ძალიან საინტერესო მადლობა, პოდკასტი საბუш. გამოგვივიდა მადლობა და თქვენ. კაი კაცი. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ზოგადად და დარწმუნებული ვარ რომ ეხა ჩვენ გასაგებია რომ მეგობრები ნუ ვარ. არა, საბა გენიოსი რო არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არის. საბას საუბარი ძალიან ბევრ ადამიანს რაღაცა თუნდაც ერთ თუნდაც ადამიანამდე, მაგას თუნდაც ვეძახი. ერთი რა, ერთადაც რომ მე თუნდაც ერთი ადამიანი რაღაც ჩაცდა უკვე მაგ თემას, გავაკეთეთ რა. ძალიან კაი იქნება. კი. ჩემო მეგობრებო ეს არის ჩვენი მეორე ოქტო ეპიზოდი. არ გამოგრჩეთ, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და Spotify-ზე და ყოველ ორ კვირაში ერთხელ ნახავთ ჩვენ ეპიზოდებს.